დღეს დილიდანვე ბაზრის ტერიტორიაზე სამართალდამცავებთან ერთად მობილიზირებული იყო სპეცტექნიკა, რომლითაც მაღაზიებისა და ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა. მანამ მოვაჭრეებს რამდენიმე გზის მიეცათ გაფრთხილება სავაჭრო ობიექტებიდან გამოეტანათ პროდუქტები და ნივთები. განხორციელებულმა დემონტაჟმა მოვაჭრეთა პროტესტი გამოიწვია. ამდენი ხალხი უნდა დავამშვიდობ ჩვენე, ამდენი ხალხი და სხვა მაგ-5 ადამიანი გამונה გაცხადოს, ხო სად არის კანონი სამართალი ხალხო, სად არის? 70 წლის ხალი ვარ, ამისთან რაღაც არ მომწრებია ჯერე. დღეს გავხდი ტოლვილი, სესტაფონის ტოლვილი გამხადეს დღეს რაიონმა. შეხედეთ რა მდგომარეობაში. მე შემოჭრილი არ ვიყავი ამ ტერიტორიაზე. ამ ხალხის სოდვა ზიგაია. ამ ხალხის სოდვა. მოვაჭრეთა ადვოკატი თემურ ფერაძე აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას ამ საკითხთან მიმართებაში ისინი მომავალშიც გააგრძელებენ. სულ გაპარალიზებულია, ყველგან ჩაგეტილია გზა, სამართლებრივად რა თქმა უნდა ამ სულმად გავაგრძელებთ თავებს, ჩვეულებრივად როგორც წესი გავაგრძელებთ თავებს. მიმართული გვაქვს სასამართლოსა და მიმართავთ გავაგრძელებთ ამ სასამართლოს წესით, როგორც სააპელაციოში და ისე საქალაქო სასამართლოში და აქედან გამომდინარე არ გავჩერდებით, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ გაჩერდეთ, იმიტომ რომ ამდენმა ხალხმა ამდენი რაღაც შემოსავლები და ისინი დაგარგა გაცმა არ იცის, რა შეიძლება ამას რა. შეშის ხუმელის დანთება ზაფხულის ცხელამენჩიც კი მაინც ყოველდღე უწევთ. სადილვახშამის მოსამზადებლად ხანდახან გაზის მინი ბალონსაც იყენებენ. პროცესი ძნელი და დამღლელია, თანაც ზვირიჯდება. ოჯახში ერთი სული აქვთ ამ ყველაფერზე უარს როდის იტყვიან და ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებენ. რომლის ქსელი სამონტაჟო სამუშაოები სოფელ დილიკაურში ივნისისთვის პირველი რიცხვებიდან განახლდა და ახლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კონდეს გაზი ახლა ხო აღარ ვიზვალებ ესე. ეს არის პირველ თან ისედაც გაზ მიჩეული ვარ თბილისში ვცხოვრობ და რაღაცა და ბალონებით კი ვიგებთ, მაგრამ ბალონის გაზის ის მაინც სხვა არის, მაინც ეს ეკონომიურია. როგორათაც არ უნდა ვიხმაროთ ახლა თბილისში გაზი 10 ლარზე მეც არ წერს. ხო და ძალიან კმაყოფილები ვართ. ხალხის მომსახურებითაც ძალიან კარგი ხალხიანია და დიდი კმაყოფილი ვართ, რომ მთავრობა ხელმძღვანელობს და გვიკეთებს ასეთ კარგ რამეს სოფელში. გაზი გვექნება შესასალჯობია? ძალიან კმაყოფილები ვართ. სოფელ დილიკაურში გაზგაყვანილობის სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მხოლოდ ერთი თვე გაგრძელდა. რამდენიმე თვიანი ინტერვალის შემდეგ 900 აბონენტზე გათვლილი დაახლოებით 7 კილომეტრნახევრიანი ახალი გრძივი მაგისტრალი, როგორც საჰაერო, ისე მიწისქვეშა ფორმატში მონტაჟდება. რაც შეიძლება ვჩხარობთ, რომ მალე ჩავაბაროთ ეს მონაკვეთი, რომ ხალხი იქნეს კმაყოფილი ადგილობრივი ხალხი. სამუშაოების დამკვეთი სოკარ ჯორჯია გაზი იმერეთია, მწარმოებელი კი შეპესე თეგეტა იმედი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი მუშახელით არის დაკომპლექტებული. დილიკაურის მაგისტრალი დაახლოებით მოიცავს 24 კილომეტრს, თავისი მიმდინარე ჩიხებით. ამ შემთხვევაში როგორც საჰაერო სამუშაოები, ისევე მიწისქვეშა სამუშაოები სრულდება. სრულდება ეტაპობრივად, თელის დაძაბით, ასე რომ ვთქვათ, შემართებით. რაშიდაც დასაქმებული არიან ადგილობრივი მუშები. ძირითადში თითქმის სამუშაო დაწყილია და შესრულებულია სადღაც 1/4-ით ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა. ბუნებრივი აირის მაგისტრალიდან გაზი, როგორც შემსრულებლები ამბობენ, ყველა ჩიხში შევა. ოჯახებში დანიშნულებისამებრ მის გადაყვანაზე კი თავად აბონენტებმა უნდა იზრუნონ. სოკარ ჯორჯია გაზი იმერეთის რეგიონალურ სამსახურში დავით ჯაიანთან სატელეფონო საუბარში გავარკვიეთ, სამონტაჟო სამუშაოების ღირებულებას მომხმარებლები ეტაპობრივად დაფარავენ. დახარჯული აირის საფასურს პლუს ჩატარებული სამუშაოს ღირებულება თვეში 25 ლარის ოდენობით.